ყოვლადწმინდა სამებას ადარებენ ხოლმე მზეს. მზე არის სიმბოლო ყოვლადწმინდა სამებისა. რა მხრივ რა? მზეს თავისი დისკო აქვს. თავისი სინათლე აქვს და თავისი სითბო აქვს. მაგრამ ჩვენ არ ვამბობთ, რომ ეს სინათლე სხვა არის, სითბო სხვა არის და ის დისკო კიდე სხვა. სამზე სხვა არ ვამბობთ, ერთს ვამბობთ. ერთი მეორის გარეშე არ არსებობს, სამივე ერთია, მაგრამ ჩვენ თან სამს ვამბობთ. და თან როდესაც ყოვლადწმინდა სამებაზე ვსაუბრობთ, არის ვერაფერს ვერ შეადარებ. რაცმა რო თქვას, ჩვენ რო გვინდა რომ ადამიანს რაღაცის შესახებ მოუყვეთ, რომელიც მას არ უნახავს. ხო, ვცდილობთ რომ რაღაცა მაგალითები მოუყვანოთ, რომ გინდა რომ მიახვედრო ის როგორია და რაღაცა შეადარებ, ის ამას გავს. იმას ესეთი გემო აქვს დაახლოებით. ხო, რაღაცა ამ შინაარსისაა დაახლოებით, ასეთია თუ ისეთია. მაგრამ ყოვლადწმინდა სამებას ვერაფერს ვერ შეადარებ ეს. ეს მზის მაგალითიც ესეც ძალიან პირობითია. პირდაპირ ამასაც ვერ შეადარებ. იმიტომ რომ შეუდარებელი, ის ერთადერთი და ესეთი მეორე არ არსებობს. ამიტომაც ვერაფერს ვერ შეადარებ. თუმცა მორწმუნე ადამიანმა გარკვეულ დონემდე ეს უნდა იცოდეს. როგორ განიმარტება ყოვლადწმინდა სამება, იმ დონემდე, როგორც წმინდა სპირიდონი ადგა და განუმარტა ადამიანს. იმ სარწმუნოების სიმბოლოს დონეზე, მისი განმარტების დონეზე უნდა იცოდეს, კატეხიზმო უნდა იცოდეს. თუმცა ამის იქით ბევრი ძიება და დოგმატურ საკითხებზე მსჯელობა გამოუცდელი და განუწმენდელი ადამიანისათვის ეს ძალიან სახიფათოა. იმიტომ რომ იქ არის მრავალი ბეწვის ხიდი, სადაც ადამიანს გავლა უწევს. ერთი ასეთი პატერი კი არსებობს მამათა ცხოვრებიდან პრობა, რომ ერთ-ერთი წმინდა მამა მიდიოდა ზღვის სანაპიროზე და ხედავს, რომ პატარა ბავშვი, ეს მაგალითი ჩვენ ყველამ ვიცით, მაგრამ იმიტომ გახსენებთ, რომ იგი ძალიან კარგად ცხადყოფს იმას, რომ ადამიანის გონება ამხელა საიდუმლოს თავის პატარა თავში ვერ დაიწევს. მიდის და ხედავს, რომ ეს პატარა ბავშვი ორმოს თხრის ზღვის ნაპირზე. და ეკითხება, რომ რას აკეთებოდა? ზღვა უნდა ჩავასხო ამ პატარა ორმოში. თორე ფიქრობს, რანაირად სისულელი არ არის, რანაირად ჩაასხავს ამხელა ზღვას იმ პატარა ორმოში. და მას ისგან ეუწყა, რომ მაგან უფრო შეიძლება ჩაასხას ეგ ზღვა მაგ ორმოში და ჩაეტიოს, ვიდრე ის საიდუმლო ჩაეტიოს შენს თავში, რაზეც ახლა ფიქრობ. ამ დროს ფიქრობდა ყოვლადწმინდა სამების შესახებ, როგორ არის.